ამის სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა აზდა მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ დღეს ამაღლება სუფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამაღლების ეს დოგმატი არის შესული მრწამსში, იმდენად მნიშვნელოვანი ამაღლება, სადაც ვკითხულობთ, რომ ამაღლდა ზეცა დაჯდა მარჯვენით მამისა. უცნაური ამბავია, ნუ თუ მარჯვენით მამისა არ იყო ქრისტე სამარაჯამო. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია მის ხორციელ ახსვლაზე, ზეცად, თორემ მაცხოვარი განუყოფელი იყო მამის წიაღისა. და ამაღლდა საკუთარი კაცობრივი ბუნებით და ეს კაცობრივი ბუნება შეიყვანა ცათა სასუფეველში. და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ რა უცნაურია ადამიანის ბუნება. რა სიმაღლე შეუძლია მიაღწიოს მას. როგორი სიწმინდე, როგორი დიდებულება, როგორი სიმაღლე შეუძლია დაიტიოს ადამიანურმა ბუნებამ. ამით აჩვენა ღმერთმა, რომ ადამიანი არ არის შექმნილი სიბილწისთვის, ცოდვებისთვის, მხოლოდ მიწიერი ცხოვრებისთვის, მხოლოდ ეგოიზმისთვის. ადამიანი არის დაბადებული, შობილი, ის არის ჭორჭელი, ტაძარი ღვთისა, რომელშიც უნდა იცხოვროს სულიწმინდის მადლმა. წარმოგიდგენთ, როგორი ამაღლებული, როგორი სარწმუნოებით, როგორ წმინდად უნდა იცხოვროს ადამიანი. რა მოწოდება, ეს არის მოწოდება ყველა ადამიანისადმი აი ამ ამაღლებული ცხოვრებისაკენ. და ამიტომ შეიძლება ადამიანი ამბობდეს, რომ მე არ მაქვს დიდი ცოდვები, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ადამიანი შეიძლება ისე იყოს გამიწიერებული, მცირე, პატარა, ისე ცხოვრობდეს უსულოდ, უღმერთოდ, ულოცველოდ, უგრძნობელად, რომ მის ამაღლებაზე ლაპარაკი არ არის. ასე წერია წმინდა წერილში, სულით მდუღარე იყვენით, რა განარჩევს ქრისტიანს დაცემულ ადამიანებისაგან. სულით მდუღარება. აი ეს არის მოწოდება თვითონ აი ესეთი ამაღლებული ცხოვრებისაკენ. ჩვენ ხედავთ, რომ რწმენა აღამაღლებს ადამიანის ბუნებას, აკეთილშობილებს, უდიდეს სიმაღლეზე აყავს ის. და ურწმუნოება, გარყვნილება კი ჯოჯოხეთამდე ჩაყავს ადამიანი. დღეს ვკითხულობ საოცარ სიტყვებს, როგორც სამოციქულოში, ასევე სახარებაში. სამოციქულოში, როდესაც მაცხოვარი მაღლდება მოციქულთაგან ელეონის მთაზე, მოციქულები თვალს ვერ წყვეტდნენ. ამაში, როგორც განმარტებელები ამბობენ, არის უდიდესი სევდა. რამე თუ მათ მეორედ აღმოაჩინეს მაცხოვარი, ანუ თავისი სასვარკვეთილებიდან, დაცემიდან, აი ამ გამცემლობიდან, აი ამ შრომიდან აღმოაჩინეს და ეხლა ტოვებს მაცხოვარი, რომელიც არის სისავსე ცხოვრებისა. არ არსებობს სიცოცხლის სისავსე ქრისტეს გარეშე. არ არსებობს სიცოცხლის სისავსე მადლის გარეშე. როდესაც ადამიანს შეეხება ეს სისავსე, ადამიანი ვერასდროს ვერ მოისვენებს, ვერაფერს ვერ შეაპყრობს საკუთარ გულს, ვერაფერით ვერ დაკავდება თუ დაკარგავს აი ამ სისავსეს. და ეხლა ფიქრობენ მოციქულები, რომ ისინი კარგავენ ამ სისავსეს. მაგრამ შემდეგ გამოეცხადებათ ანგელოზები და აუწყებენ მათ და შეახსენებათ მათ აღთქმას, უფლის აღთქმას, რომელიც ეუბნება მათ, რომ არასოდეს განგეშორებით თქვენ. არასდროს მამები ამბობენ ასე ახლოს. რა უცნაურია, ნახეთ, ქრისტე განეშორა სამყაროს ხორციელად, მაგრამ არასდროს ასე ახლოს ღმერთი ადამიანთან არ ყოფილა, როგორც ამაღლების დროს. და გაახსენდათ რა ეს აღთქმა,
ეს აღთქმა დიდი და სიხარულითა შევიდნენ ტაძარსა შინა. მოციქულები და უგალობდნენ და გალობდნენ ღმერთსა. ესე იგი, როგორ შეიცვალა მათი სიხარული, როგორც კი გაახსენდათ ეს აღთქმა. როგორ რჩება ღმერთი სამყაროში? ის განეშორა ხორცელთ, მაგრამ რჩება, მამები გვასწავლიან, ღმერთი რჩება მთელი სისავსით. მთელი სისავსით მის ეკლესიაში. თუ შენ გინდა ღმერთთან შეხვედრა, თუ შენ სული წყურია ღმერთთან შეხვედრა, უკეთესი ადგილი, სხვა ადგილი არ არსებობს, ეს არის წმინდა ეკლესია. როგორ რჩება ღმერთი სამყაროში, როგორ დარჩა ღმერთი სამყაროში? მან მოგცა წმინდა სახარება, მამები ამბობენ, სახარება იგივე ქრისტეა. როგორც მოციქულები საუბრობდნენ ქრისტესთან და ტკბებოდნენ მისი საუბრით, ასევე ადამიანს, ყოველ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ დატკბეს ყოველდღიურად ქრისტესთან საუბრით. ეს არ არის ფორმალურად რაღაცის კითხვა და ვალდებულება. ეს არის უმაღლესი მსახურება ადამიანისა, უმაღლესი მსახურება. ეს არის საუბარი ქრისტესთან. როგორ დარჩა ქრისტე უფრო ახლოს, ვიდრე მის ხორციელ ცხოვრებით იყო, იმიტომ რომ ხორციელ ცხოვრებაში მას ყველა ვერ შეეხებოდა, ვერ მიწვდებოდა, ვერ მივიდოდა მასთან ახლოს. და ნახეთ როგორ მოარწყო ღვთისგანგებამ მოგცა მისი სისხლი და ხორცი და ამით ყველა ადამიანში შემოვიდა. როგორც ამბობს ერთ-ერთი ლოცვა, რომ ქადანილი დედაკაციო მხოლოდ შეეხო ფესვსა სამოსლისა შენისასაო და კურნება მიიღო და მეო უხრწნელსა ხორცსა შენსა მივიღებ და განუკურნებელი რჩებიო. და ეს რა თქმა უნდა არის კურნების უდიდესი საშუალება, ეს არის პირდაპირ შეხება ქრისტესთან. როგორც ეხებოდა ქრისტე და ადამიანი განიწმენდებოდნენ, მკელობლები ფეხზე დგებოდნენ, ეშმაკისეულები განიკურნებოდნენ, ყრუები, ბრმები ესმოდა და ხედავდნენ, როგორც კეთროვანი განიკურნებოდნენ ქრისტესთან შეხებით, როგორც ნაინელი დედაკაცის შვილი აზდგა მასთან შეხებით, დრეთით აზდგა, ესევე ყოველი შემოსვლა ქრისტესი არის იმაზე უფრო ახლო, როდესაც დღეს მიენიჭა ადამიანებს მისისა და ხორცთან თანაზიარება, ქრისტესთან თანაზიარება. და თუ ჩვენ ამას ვერაფერს ვერ განვიცდით, ეს ქრისტეს შეხებაში არ არის მიზეზი. ეს არის ჩვენი მომზადებლობა, ჩვენი მცირედ მორწმუნეობა, ჩვენი განუწმინდებელობა, ჩვენი გამიწიერების ბრალი არის, რომ ისე არ მოქმედებს, როგორც სახარებისეულ ეპიზოდებში ხედავდით ამ უდიდებს სასწაულებს. როგორ რჩება ქრისტე ისევ სამყაროში უფრო ახლოს, ვიდრე მისი ისტორიული ცხოვრების იყო, მან მოგცა საღვთო ლოცვა. რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებით კიდევ ვიძახე, რომ ღვთისმსახურება საოცრება, დებო და ძმებო, ღვთისმსახურება საოცრება არ შეიძლება აქ ლაპარაკი შემოტანა სოფლის, არ შეიძლება აზრების შემოტანა, ეს მხოლოდ ეს გამწვენთ ჩვენ. არც ნათლობა არ გამწვენთ მხოლოდ, არც ის რომ ქრისტიანები ვართ 50 წელი, არაფერი არ გამწვენთ. თუ ჩვენ არ ვისმენთ, თუ ჩვენი გული და სული არ ისმენს, არ ეზიარება ამას, მაშინ არღებულობს ადამიანი მას, მაშინ ქრისტიანი არის განუახლებელი. რა არის განუახლებელი ქრისტიანი? იგივე წარმართი, რომელიც არის მონათლული. იმიტომ რომ ეს ხო არ არის ერთჯერადი ამბავი, აქ ხო არ არის რომ ერთხელ მოინათლე, ტაძარში მოხვედი და წმინდა ხარ. ესე არ არის. ადამიანი საკუთარ თავს უნდა იძულებოდეს ცხოვრების ბოლომდე და ამის საუკეთ საშუალება, რომ არის ღვთისმსახურება, საოცრება, ღვთისმსახურება, უდიდესი საიდუმლოება, ვერცერთი საოცრება დედამიწაზე ვერ შეეხება ღვთისმსახურებას. იმიტომ რომ ამაზე უფრო ძლიერად ადამიანი ღმერთს არსად არ მიდის ადამიანი ღმერთთან. და ღმერთი ადამიანთან. ღმერთმა დაგვიტოვა იმისთვის, რომ ეს ფიზიკური სიშორე ადამიანს არ ეგზნო მისი საუფლო ლოცვა.
უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მეწოდვილი და ამით ყოველ ადამიანს სადაც არ უნდა ვიყო, ტაძარშიც რო არ იყო, სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა აკეთებდეს, შენ ყოველთვის შეგიძლია იყოს ქრისტესთან ახლოს. ყოველთვის გრძნობდე მის შეწევნას, მის სიახლოვეს, მის წყალობას, მის სიწმინდეს, მის მადლს. და ყველაფერი ეს რაც ჩვენ თქვით, ეს მოიტანა ამაღლება, ეს არის აღთქმა უფლისა, ეს არის ამაღლების შედეგად მოცემული სიკეთე, რომელიც ეუწყა ადამიანს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და სიხარული მოციქულებისა. აი ეს არის ნიშანი ქრისტიანობის, ნამდვილი ქრისტიანობის მთავარი ნიშანი. სულიერი სიხარული, რომელიც ღმერთთან ყოფობის, ღმერთთან სიახლოვის, ღვთისგან განწმენდის შედეგად მიენიჭება ადამიანს და ეს სიხარული არის ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, ყველა ეკლესიის შვილისათვის და ეს სიხარული უნდა აიღოს ადამიანმა ცხოვრებაში, უნდა მიიღოს და შეეცადოს, რომ ეს სიხარულით იცხოვროს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ